მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია მე ფლეჰოპი. ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა დავაყენოთ ალერტები D-Live-ზე. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით. კომენტარებშიც მიწერდით, გადაიღე ვიდეო როგორ უნდა დავაყენოთ ალერტები, ესა და მოკლედ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ეს ვიდეო. თუ არ იცით როგორ უნდა დაგესტიდეთ D-Live-ზე მაგაზე, აი ახლა მარჯვენა ზედა კუთხეში ამოვარდება ვიდეო, მაგ ვიდეოს უყურეთ ბიჭები. პარალელურად მაგ ვიდეოში ისწავლით როგორ უნდა გასტრიმოთ D-Live-ზე, უყურეთ და რავი, შემდეგ კი გადმოვიდეთ აი ამ ვიდეოზე. ნუ ხო, შექმნილია აკაუნტი ყველაფერი არის და რა გვჭირდება რომ დავაყენოთ ალერტები. გასტრიმოთ ვიცით როგორ უნდა ჩავხდოთ სტრიმი და გასწავლით ალერტების დაყენებას. ნუ ამ შემთხვევაში მე განვიხილავ Action-ზე და OBS-ზეც განახებთ, მაგრამ ჯერ Action-ით დავიწყებ და მე OBS-ით, მაგრამ ორივე ძალიან მარტივი არის. რაღაც მეში მომმინდა, მაგრამ ეგ არაფერი, ეწუთი Wi-Fi-ს გამოვართოთ ტელეფონში, всё. ეგ არის. პირველ რიგში ასაც ვაკეთებთ, უნდა შევქმნათ ბიჭები TD Labs-ის აკაუნტი. მაგრამ გაფრთხილებთ ბიჭები, თქვენ ვერ დაუკავშირებთ თქვენს TD Labs D-Live-ს, ან თვითონ ამ TD Labs-ს ვერ დაუკავშირებთ D-Live-ს, იმ შემთხვევაში თუ D-Live-ზე ხართ დარეგისტრირებული YouTube აკაუნტით. ანუ უნდა შექმნათ Lino აკაუნტი YouTube-ის გარეშე, ანუ უნდა შეხვიდეთ D-Live-ზე YouTube-ის გარეშე და უნდა შექმნათ ცალკე Lino აკაუნტი. იმიტომ რომ TD Labs არ აქვს ეგ ჯერ გაკეთებული მეგობრებო. და უნდა შეხვიდეთ Lino-ით, ნუ არ შეგიშვებთ რა რომც გინდოდეთ YouTube-ით, ნუ ვერ მიაბავთ რა თქვენს იმ Lino-ს აკაუნტს. ამიტომ ნუ ეხლა გწერთ TD Labs.streams და ეს არის ის საიტი, საიდანაც ვაყენებთ ალერტებს, როგორც არის YouTube-ში. YouTube-ში არის YouTube-ში რომ დავაყენოთ ალერტები, ვიყენებთ Streamlabs. ანალოგიურად არის აქ D-Live-ზე რომ დავაყენო ალერტები, ვიყენებთ TD Labs. ვაწვევით logins, შემდეგ login with Lino. აბა შევიდა login with Lino, continue, მე უკვე შეყვანილი მაქვს აკაუნტი და მაგიტო მიშვება ასე. შეიყვანთ და ეგ ძალიან მარტივია. ნუ აქ არის ბიჭები მოცემული ყველაფერი, follower-ები, აი ეს არის follower-ები, ანუ ამდენი follower-ი გინდათ, ნუ აქ განვიხილავთ ყველაფერს, არანერვიულოდ ძალიან მარტივია. აქ ნუ აქთან პარალელურად OBS-საც გავუშვებთ, იმიტომ რომ OBS-შიც მინდა რომ აგიხსნათ. აი ეს არის ბიჭები follower goal-ი, ანუ ეს არის follower-ების მიზანი, ამდენი follower-ი გინდათ, ნუ მე არ ვიყენებ ამას, იმიტომ რომ Action-ში შეზღუდული არის, აი აქ ნახეთ მეგობრებო, ეს არის შეზღუდული რაოდენობა, აი ესენი რომ ჩაწეროთ ლინკები, აქ არის შეზღუდული რაოდენობა. სულ შეგიძლიათ გამოყენოთ 6 რაოდენობა და 6 ადგილი უბრალოდ 6 სლოტია ჩასაწერად და უბრალოდ Action-ი მეტის საშუალებას არ გაძლევს. და ნუ მოკლედ აქ ჩაწერთ follower goals, ანუ რამდენი გინდათ რომ გქონდეთ მიზანი, ჩემ შემთხვევაში არის 1000, ნუ არ ვიყენებ მე ამას რეალურად. და 3051-ზე ვართ ასული. აქ შეგიძლიათ შევცვალოთ ფერი და აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტის შიდა ფერი, რომელიც მეყენია თეთრით. და ასე ვებთ და ეგ არის. ნუ ამ შემთხვევაში ნუ არ განვაანახლებ ახლა ამას, აქ შევქმნი ახალ სცენას, აი აქ მოდი აქ შევქმნათ browser source-ი. ნუ აქ ბიჭები ადგილი არ მაქვს და მე Action-ს არ შევეხები ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ აქ დავაწერთ აი follower goal-ი. ეს არის follower goal-ი, ამას ვაკოპირებ და ვსვავთ აი აქ და OK-ს ვაძლევთ. აბა წავიდა. რა ice cream. რა ice cream შევა. არასწორი დააკოპირა. არ დავაკოპირებია სავარაუდოდ. კარგი ბატონო. ვქმნით აი აქ პლუს ვაწვევით. შემდეგ შევდივართ browser source-ი. ნუ აქ browser-ი არის, ნუ ალე იმას დავაყენებ უკვე. უკვე ამას follower goal-ი. follower. ოხ ჩემი. ოპასია. იმედი შევიდა, всё, ეგა. რა ice cream ბიჭო, რა დაგტანჯა, რა უნდა. რა ice cream-ი მომინდომა. აх, ჩემი. დავაკოპირე, ეკრანი დავფარე და დავაკოპირე, всё. ეს არის ბიჭები, აი ესეთი ის ჩავწერე უрлო. ესეთი ვიდეო აქვს ჩვენს follower goals, ეს შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი follower goal-ი და ესე მოათავსებთ, ნუ ეს ქვედა ნაწილი არ ჩანს როგორც ისეთი. ან თუ გინდათ shift-ით ესე აწევით და shift-ით მომენტ არ არის, ხო? აი ამით alt-ით აწევით და ესე შეწევით როგორც გინდათ თქვენ სასურველ ზომაზე და ესე დააყენებთ. რავი, ძალიან მარტივია. ვფიქრობ, აქ არის ბიჭები ასევე chat overlay, აი ესეთი რაღაცა, chat-ი რო იწერებოდეს, ანუ ეკრანზე რო გამოჩნდეს chat-ი რაღაცა ზე რო წერენ ხოლმე. და აი ესეთი რაღაცა ბიჭები, ყველას გირჩევთ რომ დაფაროთ ეს სტიკერები. ამას რომ მონიშნავთ უკვე всё სტიკერები აღარ გამოჩნდება თქვენს chat-ში, ნუ აი აქ ავიღოთ აი ესეთი შემთხვევა, აი აქ ჩავაგდოთ. მოდი ფოტო ჩვენი, ნახეთ. აი ჩვენ ჩავაგდეთ chat-ში ფოტო, წეს დაქონდა დაფიქსირებული იყო, მაგრამ არ დაფიქსირდა, იმიტომ რომ მე მაქვს ისეთი ის widget-ი აღებული, რომ დაფარული იყოს აი სტიკერები, ნუ მონიშნული მქონდა და ისე დავაკოპირე. ნუ ანალოგიურად არის ბიჭები აქაც, ნუ აქ არის ეფექტები, zoom-ინი,
ტექსტის ანიმაციის ეფექტი, ზუმინი, ნუ ეს არის რომ წაიშალოს თქვენი მესიჯი რაღაც წამის შემდეგ, მაგრამ აქ ნევერზე უნდა დააყენოთ. აქ არის ავატარი, ანუ ეს ფოტო რო გამოჩნდეს, თუ გინდათ რომ დააყენო და მე არ მინდა, იმიტომ რომ შეიძლება ვიხოთ ეს +18 ფოტო ედოს, არ ვიცი ეს დილაივი ბლოკავს თუ არა, მაგრამ თავი დავიცვათ ყოველ შემთხვევაში. აქ არის ფონტი, ნუ აქ კუპრუმი მიყენია, ფონტ საიზი large, ნუ ეს ფერი, სახელი როგორც რათა წერია ტიპს, ეს არის ფერი, როგორცაც გინდათ ისეც დააყენებთ, ნუ აქ ყვითელი მიყენია ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ეს messages ფერი, აი აქ ხო ხედავთ თეთრად რო არის, ეგრე არის. აქ show message background, ანუ ეს background-ი რო ჩანდეს, აი ამისი და ვფიქრობ ძალიან მაგარი იქნება. მოდი ეს მოვნიშნოთ yes-ი და background color-ი ეს არის უკანა ფონის ფერი. background ფერი აირჩევთ ეს არის text to speech-ი ესე იგი რო ისაუბროს ანუ თითოეული ნაწერი რო იკითხებოდეს მაგრამ დამიჯერთ არ გინდათ უბრალოდ სისულელეა ქართულად მაინც ვერ აღიქვას ყველა ინგლისური შრიფტით წერს და რაღაცა უაზრობებს ისაუბრებს ხო ვიცი ამის ამბავი და ეს არის ბიჭები ხმის ჩართვა თითოეულ მესიჯზე და გაუთიშეთ არ გჭირდებათ და ეს არის ეფექტი და ფოფი იყოს და აქ save-ს აწვევით და ეგ ანუ ესეთი ფორმა ექნება ჩვენს ანუ ეს preview არის რა, ესეთი ფორმა ექნება და ესე განახებთ რა, TD is best, ეს კარგი არის მომწონს, მე ძალიან მომეწონა და ასე, ანუ ამას URL-ს იღებთ, როგორც ყოველთვის, ну ამას მე ახლა ეკრანს დავფარავ ბიჭები, იმიტომ რომ ეს შეიცავს, ეს URL შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რაც არ შეიძლება რომ გავრცელდეს, ну კაი. ამ შემთხვევაში ერთი წუთი აქ chat-ს დავაწერ მე ასე, როგორც წინაზე შევქნი browser source-ი ანალოგიურად ვქენი, ну აი ასე, ეგ აბა წავიდა. დავწეროთ რაღაცა, აჰა, გამოჩნდა კიდევაც. უბრალოდ აქ ბიჭები, ფოტო არ გვაქვს ჩაგდებული, თორემ ბექგრაუნდი არის, როგორც წინაზე აღვნიშნე, შავი, უბრალოდ აქ თვითონ ეს შავი ფერი გვაქვს, აქ რეალურად ფოტო რო ჩავაგდოთ, აქ ტექსტზე აქ შავად იქნება გრძელად და ვფიქრობ, მაგარია. კარგი, ეს ჩატიც დავალაგეთ, ვფიქრობ, არ არის რთული. ну კაი, ეს ალტით უნდა დამეპატრაებინა რეალურად ესე. არა შიფტით. ну ესე იზავთ როგორც თქვენ გაგეწორდებათ. კარგი, ესეც გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში გადავიდეთ alert box-ებზე. ხო ბიჭები, ანუ ყველა ართულებს ხოლმე alert box-ებზე, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი, ვინც ძალიან ბევრი მთხოვდა ამასთან დაკავშირებით გადაიღე alert box-ებზე და გეტყვით რა და როგორ არის რა alert box-ებთან დაკავშირებით. ну აქ უნდა მონიშნოთ ტიპი, რომელიც გინდა რომ იმოქმედოს alert-ებიდან, ну მე ყოველ შემთხვევაში host შავ ხოლმე, ну არ გამითიშავს, მაგრამ გავთიშავ, არ შემიმჩნევია, ამას გავთიშავ და ეს არის გატესტვა ლიმონი, აი ესეთი აჩვენებთ ან ლიმონი. ну აი აქ არის ნაყინი ice cream ესე იძახის. ну აქ არის ალერტები ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ დააყენოთ და გასწავლეთ ახლა ძალიან მარტივად როგორ უნდა დააყენოთ. ну ეს ეფექტები არის ფონტები, ну როგორც გინდათ ესე დააყენეთ, თუ გინდათ ჩემგან გადაიღეთ, არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ლიმონებს, აი აქ არის ცოტა შემაფერხებელი და ცოტა დიდი დრო ჭირდება და მარტივად გეტყვით. ну აი ეს არის ლიმონი, ხო? ეს არის ლიმონის გიფი, ანუ ფოტო, ეს არის ლიმონის ხმა და ეს არის ლიმონის მესიჯი, რომ ადუნატებენ ლიმონს რა დაეწეროს და ეს არის ხმა, რამდენი რა ხმაზე გინდათ რომ აყენოს და ეს არის ლიმონის გიფის დრო, ხო, რამდენი ხანი გინდათ რომ გიფი გამოჩნდეს. ну კარგით, ახლა განახებთ როგორ უნდა ჩააგდოთ იმიჯი, ну აქ ბიჭები, მაგალითად ვიტყვი lemon gif transparent. ესე ჩავწერთ ბიჭები და რას ხედავთ, ამოვაგდო gif-ი, ну ამას ჩაწერთ ბიჭები ძალიან მარტივად, ну ეს მე ჩაწერილი მაქვს და ჩემს დესკტოპზეც განახებთ, ეს არის ეს gif-ი მე რომელიც ჩავწერე ბიჭები, ეს gif-ი არის, ну ესე ჩვეულებრივად ჩაწერთ lemon gif transparent და ამოვაგდებს რომელიღაცას, დააწვევით ესე მარჯვენა კლიკით და save images და დააგდებთ დესკტოპზე, სადაც გაგიწორდებათ და რას ვაკეთებთ ახლა? ახლა ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. მოგეთ. შევდივართ gif.com-ზე და ანუ ესეთი სტანდარტულად ესე შევალთ, როგორც თქვენ მოგიწევთ შესვლა, ესე შევალთ ბიჭები და აი აქ უნდა დავუწევთ upload. ანუ ეს არის ატვირთვა, რომ გავატვირთოთ ჩვენი gif-ი. აქ გავტვირთვავთ, აი browse your files, აქ აწვევით, დესკტოპზე გადავდივართ, იმიტომ რომ დესკტოპზე მიგდია და აი აქ არის ლიმონი. ეს ავუწევით და ეს უნდა აიტვირთოს ახლა ეს ლიმონი, რომ ჩავაგდოთ აი აქ. ну ხო, ავტვირთეთ ეს ლიმონის და თეგებს დავაწერ, რავი, როგორც გაგიწევდებათ. ლიმონსკი თეგში არის ლიმონსკი და აი ეგრე ავტვირთავ. ну აქ gif.com-ზე რო შეხვალთ და ლიმონსკის ძებნაში ჩაწერთ, ამოაგდებს ჩემს gif-ს თუ გაგიწევდებათ, ჩაიწერთ, არ აქვს მნიშვნელობა. აი აქ ძებნაში ტექსტო ჩაწერთ ლიმონსკის, ეგრევე ამოაგდებს. ну ხო, აქ აწვევით ბიჭები, copy links რომ დავაკოპიროთ ამ ლიმნის
მისამართი ბმული და უნდა აიღოთ GIF ლინკი. აი ეს GIF ლინკი უნდა დააკოპიროთ. აკოპირებთ ამას და აი აგდებთ აი აქ. ნუ მე უკვე ჩაგდებული მაქვს, იგივე მიგდია ბიჭები, ვისაც გაინტერესებთ, აქ ჩააგდებთ და всё ეგ არის. აი limon tip image-ში აგდებთ. რაც შეეხება limon tip sound, ეს არის ხმა და ხმასთან დაკავშირებითაც გეტყვით ძალიან მარტივად როგორ და რანაირად უნდა გააკეთოთ. მოდი მე თქვენ აღარ გაწვალებთ და მარტივად გეტყვით, არ გეტყვით იმას რომ გამოიყენოთ mainstant.com-ი, instant.com-ი, აი ამ საიტს არ გეტყვით რომ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საწვალებელი და პლუს ვინც არის ბიჭები, აი ეს ზღუდავს ბიჭები რაღაცა ფაილის ან რაღაცა მუსიკის ზომის მეც ან შეზღუდვა აქვს, მოკლედ მარტივად ვიტყვი, შეზღუდვა აქვს რაღაცა ზომის მერე. შეზღუდვა აქვს და რავი, გირჩევთ რომ თავი დაანებოთ ამ იმას. ნუ შედით აქ Streamlabs-ში ბიჭები, აი აქ შედით Streamlabs-ში, რავი, დააჯოინეთ ხო რა დარეგისტრირდით. შედით თქვენი YouTube-ით, არ აქვს მნიშვნელობა რითიც გაგისწორდებათ, იმით შედით ამ Streamlabs-ზე. და როდესაც შეხვალთ ბიჭები, ვაკეთებ ძალიან მარტივ რაღაცას. გადავდივართ ბიჭები widget-ში და სად არის? 1 widget-ი alert box-ში, ნუ შეცვალეს ეს ბიჭები, აი აქ მე გადავდივართ widget-ში, მე alert box-ში და გადაგიყვანთ თქვენს alert-ებში. და ძალიან მარტივად გასწავლით, ახლა აქ როგორ უნდა გააკეთოთ. ნუ ეს არის ჩემი ისინი, subscribe-ები და რაღაცები, ნუ გადავიყვან subscribe-ზე ბიჭები. აქ change media-ს დააწვევით. მე drop ანუ აქ drag drop upload და აი აქედან ატვირთავთ, ნუ ამ შემთხვევაში მე ავტვირთავ ნაყინს. ნუ კაი, ვითომ ავტვირთეთ უკვე, იმიტომ რომ აქ ჩაგდებული მაქვს ეს ნაყინი. ამ URL-ს დააკოპირებთ ბიჭები და ჩააგდებთ აი აქ. ნუ რავი, რომელშიც გაგისწორდებათ, ჩააგდებთ აი აქ და იმუშავებს ბიჭები. აი ნახეთ, აქ Streamlabs-ის ის ჩაგდებული მაქვს, მე როგორც აქ ხედავთ, მე ეს ჩაგდებული მაქვს Streamlabs-ის URL და აი განახებთ რომ მუშაობს. ნახეთ? ნუ ზუსტად იგივე მაქვს ჩაგდებული რა და მაგიტო ვიძახი რომ მუშაობს თქო. მუშაობს ძალიან მარტივი არის. ნუ ანალოგიურად აკეთებთ როგორც follow-ზე, subscribe-ზე და დასაება როგორ არის. აწვევთ აი აქ saves, ნუ აქ ჩააგდებთ ხო ყველაფერს. ნუ მე რა გადმოხვალთ save-ში და ასეივებთ. და გაითვალისწინეთ ბიჭები, როდესაც დაასეივებთ, აესკენთ აი აქ დაარეფრეშეთ თქვენი browser source-ი. ყველა ვარიანტში დაარეფრეშეთ, იმიტომ რომ შეიძლება წინა ვერსია გიჩვენოთ. OBS-ში რავი, browser source ეგერ დააწვევი, მე enter-ს დააწვევი იმ URL-ს ან ხელახლა ჩაწერ და ან OBS ჩართავ გათიშავ და So ეგ არის ძალიან მარტივია. აქ ასე ნუ მეც აღარ განვიხილავ ბიჭები, აქ ყველაზე ანალოგიურად არის follow-ზე, subscribe-ზე. ნუ გადავიდეთ Streamlabs-ზე. ეს არის ბიჭები ასეთი რაღაცა. გაჩვენებთ ბოლო followers, ბოლო host-ი, ვინ დაქოსტად, ვინ იყო ბოლო გამომწერი, ვინ იყო ბოლო limit-ის ავტორი და ეგ არის, ნუ შეგიძლიათ აქაც ანალოგიურად URL მოაკოპიროთ და ჩააგდოთ. რაც შეეხება viewer count, ნუ ეს არის რაოდენობა, აქაც მოაკოპირებთ, ჩაგდებთ browser source-ში, როგორც წინაზე აღვნიშნე, აქ გააკეთებთ browser source და ჩააგდებთ აქაც links, ნუ აქ შექმნით მე აქ ჩააგდებთ ლინკს როგორც გაგისწორდებათ და აი ვფიქრობ ძალიან მარტივი არის და ეგრე მე როგორც გინდათ ეს აკეთეთ წაიღებთ, წამოიღებთ. რაც შეეხება donation goals არის ანალოგიურად ბიჭები. ნუ აქ ეს donation goal-ი აქ მიწერია ნუ ეს არის ჩვენი მიზანი, რამდენსაც გინდათ რომ ახვიდეთ ლიმინების მხრივ, აქ არის 1500-ზე მიყენია მე და ეს არის ნუ ეს არ ვიცი, ეს არის მე მგონი რამდენიც მიგიღიათ, მაგრამ აქ ჩემთან ზუსტ ინფორმაციას არ აჩვენებს და აქ შეგიძლიათ წაშალოთ და დააყენოთ 0-ზე. ესეც ჩვეულებრივად იზავთ, რა ვიცი და დაარეფრეშებთ ჩვეულებრივად. ხო, რაც შეეხება აქ Discord-ი კლიპები, ეს არის სული სისულელე, მინდა გითხრათ, რაც კლიპებია არ ვიყენებ, აი ეს Elgato გინდათ თუ არ ვწდები თუ Stream Deck-ი თუ რაღაც გინდათ რომ გამოვიყენოთ, რაღაც სისულელეა. პლუს Discord-ი. აქ შეგიძლიათ მივთითოთ თქვენი Discord-ი, ნებისმიერი Discord-ი ბიჭები, webhooks მივთითებთ, აი აქ გაივილთ აქ მსგავს თქვენს Discord-ში გაკეთებთ webhooks და ნუ როდესაც ამას გააკეთებთ უკვე აქ დააკოპირებთ, ნუ აქ ყველაფერი მოცემულია ბიჭები, დააკოპირებთ და იმას იზავთ რა, როდესაც stream-ს გავუშვებთ თქვენს Discord-ში დაეწერება. ნუ რა ვფიქრობ, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, რაც ახსენეთ, აი იმედია მოგეწონათ ეს პატარა ვიდეო. მედია დაგეხმარათ და რა ვიცი დამეწერეთ კომენტარებში რა ტუტორიალი გსურთ რომ გადავიღო შემდეგი იმედია მოგეწონათ და რა ვიცი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში აბა ჰეცასთავი